9 აპრილის შემდეგ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ისევ გამოიყენეს მომაკვდინებელი გაზი. ეს ჩვენ გავიგეთ BBC-ს ახალი კვლევიდან, რომელიც ეხლა გახდა საჯარო. აღმოჩნდა, რომ ქართულმა ოცნებამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დროს გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული მომწამლელი გაზი. კი, ილო, წარმოიდგინე პირველი მსოფლიო ომის დროს ზოგადად გაზი სამხედრო საქმეში პირველად გამოიყენეს და მან რა ნივთიერებებს იყენებდნენ და რეებს ტესტავდნენ, დღემდე რაღაცები ცნობილი არც კი არის და წარმოიდგინე იმდროინდელი გაზი 21 საუკუნეში ქართული ხალხის წინააღმდეგ გამოიყენო, რა ვიცი. ხო და ეხლა არის აქ მთავარი კითხვა. კი ბატონო, შეიძლება ვიღაცები BBC-ს არ ვენდობით, მე არ მაქვს ამის არანაირი საფუძველი, თუმცა მაშინ აიღოს პასუხისგებლობა ამ ხელისუფლებამ, ეგრეთ წოდებულმა და გამოაქვეყნოს თუ რა გაზს იყენებდა ხალხის წინააღმდეგ და დაგვიმტკიცოს მთელ საზოგადოებას, რომ ეგრე არ იყო. აგერ ნუკრი პირველ რიგებში იდგა და რა ვიცი, იწამლებოდა ფაქტობრივად იმ გაზს. კი ბატონო, ხო, ანუ თუ არაფერი არ გაქვთ დასამალი დადეთ ფაქტები და თუ დასამალი გაქვთ, რა თქმა უნდა, კი ვხედავთ, რომ არაფერსაც არ გაასაჯაროებენ. არაფერს არ გაასაჯაროებენ. თავს დაესხმევიან BBC-ს და იტყვიან, რომ Deep State-მა უკან ნახამათ ამის გაკეთება. მოკლედ, დადეთ ფაქტები, თუ არა და, რა ვიცი, ხალხი ყველაფერს გაიგებს და ყველაფერს მიხვდება.